საგამოძიებო სამსახურმა ეროვნული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სამშენებლო კომპანიის პაულ შულერენ დირაო გრუპის დირექტორი გიორგი მაღრაძე. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეროვნულ ბანკსა და სამშენებლო კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების შესახებ. საწარმოს დირექტორმა ეროვნულ ბანკს მიაწოდა კალბი აქტები, სადაც გაზრდილი იყო ხელოვნურად როგორც სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, ასევე მისი ღირებულება. აღნიშნულით კომპანია თაღლითურად დაეუფლა 1.246.821 ლარს.